ჩვეულებრივ არაფრით არ განსხვავდები ჩემი თანასოფლელებისგან. მხოლოდ იმ დროს, როდესაც გარდა ლექსის წერის დროს და ლექსის წერის კითხვის დროს. იმიტომ რომ მე სხვანაირად აღვიქვამ ლექსს და წერის დროს სხვანაირ გარემოში ვარ, არა? ამით განსხვავდება დანარჩენი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ერთნაირი გვაქვს. ხო მე იმით განსხვავდები რომ მე სიყვარულის უხვად გაგება შემიძლია და ღებულობ მომაზანებს ვიდრე მეყვეთვის. ვერ ვიტყვი რომ ესეთ გაწონასწორებული ვიყავი. რომ ყველაფერი ან წიგნი მიყვარდა, ან კითხულობდი, არა ძალიან გვიან მივედი საკმაოდ. დაახლოებით მე-6 მე-7 კლასის მერე სერიოზულ ლიტერატურასთან დანარჩენი ჩვეულებრივ მე ძირითადად მისყვარდა მინდორში ყოფნა და განმარტოება. მარტო ყოფნა მიყვარდა. მარტო დავდიოდი ყოველთვის და აი ამ მარტო წანწალით გადაეყარე იმას, ვინც ასეთ მადლს არ ეგებდა და მოგცა შენ. აი თვითონ პირველ ლექსს დღეს ვფიქრობ რომ დავწერე კი პირველი ლექსი. დღესაც დავწერე კი პირველი ლექსი, დაწერილი მაქვს კი პირველი ლექსი. არა. შეგედა დასაწერი. პირველ ლექსს რო დაწერო, მაშინ უნდა ჩათვალო რომ მიზანი შენი წოთის სოფლისა გაამართლა. პოეზიის მნიშვნელობაზე საუბარი ცოტა უხერხულობაში მაგდებს, რადგან მიზანი შენი და შენი კალამთან ჯდომისა პოეზიის შეცნობა. რა არის პოეზია? თუ იცი რა არის პოეზია, მაშინ წერას აზრი აღარ აქვს. თუ იცი რა არის სიყვარული, მაშინ გიყვარდეს აზრი აღარ აქვს. აი მუდამურ ტოლვა ამის დასადგენად პოეზია რა არის პოეზია? არა არის სიყვარული, ეს არის შენი წუთის სოფლის საზრდო, საგზალე, ამის ძიება. ამის გაკეთკენ მივდივარ. დღესაც საკეთკენ სულ ვამბობ როგორ ეიოლებათ. ახსნან პოეზია, ჩემთვის ძალიან რთულია პოეზიის ახსნა. ის რაც ახსნას შეგიძლია, ის მე ჭეშმარიტება არ მგონია. არა, ასევე პოეზიასთან და ასევე სიყვარულთან, ასეთ დამოკიდებულება მაქვს. დღესაც გიცი შეიძლება ზოგადად ისაუბრო, მაგრამ ეს ზოგადი არაა პოეზიისთვის მისაღები და არ ჩემთვის. მე შევცარ ჩემი საკუთარ თავთან მარტო მე უსამ შენ თავს კითხა. დღეს გიყავი კი ჭეშმარიტ. რია საუბრობ ეკე გულწრფელა და მე დღეს გასაუბრეთ იმას, როგორც მე ვხედავში. პოეზიის გარდა 12 წელი ვიარეთ სხვარში, ეს იყო ჩემი დღესაც აი წემს წუთის სოფლის წიგნი. ასე დავარქვათ, არა? სადაც სწავლობ შენს თავს. შენს შესაძლებლობებს, რამდენი შეგიძლია. რამდენად შეგიძლია გაუძლო ყველა სიზნელეებს. გაუძლო ყველანაირ გაჭირვებას. არ არის ადვილი ნაბადის მარტო ნაღია ცისკაშ ნაბადისკაშ შეწევდა ერთი თვის განმავლობაში სულ გაწვიმდეს და ნაბდის ყურში ჭამდეს საჭმელს. მაგრამ ეს ნებისყოფის გამძლეობა გამხნევს ნებისყოფისთვის და გასამტკიცებლად. თუ ნებისყოფა არ აქვს, გაძლევს ესეთი და სურვილი არ აქვს, ჟინი არ აქვს და ძლევისა, არც არას პოეზიაში ვარგა. ერთში გამოდგები და ვერც ქვეყნისთვის გამოდგები, სულ ბოლოს რო ვიღები, ასე რო ვიფიქრე. თუ არ შეგიძლია სიძნელეების იმის წუწუნი სიძნელე შეხვდა დაიწყებ წუწუნს ეს როგორი რთული რა, როგორი დრო არის, არასოდეს დროს არ უთრე, არც არავის სამუდურავს არ ვეონები, პირველ რიგში საკუთარ თავს. მე რამდენი გავიღე ამ წუთის სოფლისთვის, რამდენი გავიღე თქვენი სიყვარულისთვის, რამდენი გავეცი. ხوار ვიცოცხე, ხوار ვიცოცხეს რაკა და აქ სიყვარულზე სადღაცებს ჩემთვის ვიზოგავდი, არა? და დაზოგილი არაფერი არ მიყვარს, რაც რა იზოგავ. თუ ლირიკაზე ვისაუბრეთ, ჩემს მაღლას. ქალს
რომლის რომელისთვის მადლობა ჯერაც არ გადამიხდია. ვერც გადაიხდი, იმიტომ რომ როცა შენ მსხვერპლად გეწერება ადამიანი, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. შენს არა აქვს ახლა იცოდა თუ არ იცოდა ამას არ აქვს მნიშვნელობა შენ სადამდე შეძლებდი პოეზიის ცხოვრებას არა ამან შეძლო რომ ამან ყველაფერი გაიღო იმის რომ მე ლექსი არ გამეღარებებინა არ გამეკოტრებინა არ გამეღარცლა ლექსი ყველაფერი გაიღო ამიტომ რომ მე არაფერზე არ უნდა მეფიქრა გარდა ლექსის ამას არ აკეთებ ძალიან ცირე აკეთებს ან ბოლომდე მაინც ვერ აკეთებს ამ შემომოღრემ შეძლო ბოლომდე და მე ვარ ვალში ჩემი მეუღლის სცენარში რომ ვერ შევძელ კი გარი რაღაც ლექს უძუნი მაგრამ მაინც არა მაინც ის გადასახადი რაც უნდა გადაიხადო რაც მაგა შენთვის გაიღო და ძირითადად გაიღო შენი ლექსისთვის ამიტომ ყველა ლექსი აბსოლუტურად მაგა რაც კიდე ჩემს კალამს დასდენია ბევრჯერ მithქვია ეს ეკუთვნის ჩემს მეუღლეს პირველ ლექსში მადლობა უნდა უთხრა უფარს რომ მე ამ სიყვარულის ღირსი გამხადდა. პირველი სწორად ბევრჯერ გამეორება მიცემს სწორი მსახურება პოეზიისთვის. მართალი მსახურება. არა საკუთარი თავისთვის რაღაცის შექმნა, ილუზია რომ შენ განუმეორებელი ხარ და შენს გარდა არავინ აღარ არის. შენ სირგული. არა უამრავია, მაგრამ შენ გარკვეულწილად რაღაცნაირი ბედიც აღარ რა. კითხულობ მეგევა, იმიტომ რომ შენ ესაუბრები იმენაზე, რაც იოლგა იმათაც გასაგებია. ესეთ თემებზე, რაც იმათაც იცოდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ, საშუალება არ ქონდათ გადაეტანათ ფურცელზე, ვერ ფორმა ვერ მოძებნეს. შენ მოგეც ამის უფლება და ამით შენ რომ ეს სიყვარული შენი დამსახურება არა, ეს უფლის დამსახურება და თქვენი დამსახურებაა, შეიძლება თქვენ რომ სულ ბევრჯერ მithქვათ ახლაც გამემეორებ. დარიელ ხარხელაური შექმნა მკითხველმა. შექმენი თქვენმა თაობამ, ჩემი შვილიშვილების და ჩემმა თაობამ. რომ არ ყოფილიყავით თქვენ და არ ყოფილიყო მკითხველი დარიელ ხარხელაური ჩვეულებრივ. აი დილი თოხს გაიგებდა იღებ ხარზე და წავდა მინდორს სამუშაოდ. მერე ხან ცელს, ხან ცხვართან ცხვარში იქნებოდა საწველად, ხან საპარსავად, ასე იქნებოდა. ასე გავიდეთ წოთესებას, მაგრამ დღეს შენ მოგცა მისი ბედნიერების განცდა მოგცა უყურე. რა არის ბედნიერება? რომ დაენახო. აი ესაა დღევანდელი ასეთ დღესაც ჩვენ კითხვა დამისვით. ეს სიყვარულია. ბედნიერების განცდა. რომ შენ ტყუილად არ იცხოვრე. თუნდაც აი ამდენი ხანდახან ესე ეტყვი რომ ხან არ დავიჯერო არ დაიღალა წოთისაფერი ჩემი ცოცხლით. ერთადერთი გზა რომ შენ რომ მიყვარხარ მე შენთვის იმიტომ კი არ მიყვარხარ რომ შენ ჩაიკეტო საკუთარ თავში და შენ პასუხი შენ ამაზე ისეთი სიყვარული არ გამომიგზავნა. ჩვენ ერთმანეთს სიყვარული უნდა ვგზავნოთ, ვამოგზავნოთ ერთმანეთთან. ყველა თუ რამე გადაგვარჩენ და თუ რამე გვეკლია დღეს სიყვარულის უქონლობაა. ყველაფრის მიზეზი და ყველაფრის სათავე რაც კი თუ კი რამ ცუცს ვაკეთებ სიყვარულის ნაკლებობაა. როცა გიყვარს არ გააკეთებ ცუცს არა? ყოველთვის ცდილობ თუ იმასაც იცის რა არის სიყვარული აქ შედელები ეს არის ჰარმონია დღეს ქაოსში ვცხოვრობთ. ქაოსია ჩვენ სიყვარული და ვერ გავკვეულვართ რა არის სიყვარული და რისთვის უნდა დახარჯოთ იმაში გავკვეულვართ. ამიტომ სწორი გზა ყველაზე სწორი გზა არის გზა ოფლისაკენ. რწმენა. ილიას აქვს ძალიან კარგი მამული ენა სარწმუნოება ეს სამი სიმაღლე რომელიც უნდა იდოს შენი თავსასტუმლად ეს სამის ხო და ღამე ფიქრი ამაზე
და როგორც ვაჟა ბრძანებს ძილის წინ ღმერთო სამშობლო მიცოცხლე წინარით ამას მოგონა არა მე მაცოცხლე სხვა უნდა იცოცხლოს რა შენ იცოცხლო ეს არა უცილებელი ნამდვილი სიკეთე თუ შენ ამს შენ რასაც გაიღებ ამას სიკეთეს არ ქმნევ და იმის მიღებას თელობ ეს სიკეთე არა რომ გასცემდა და შენ მიმღები უნდა იყოს მზად შენ გასცემა უნდა შეგეძლოს მიმღები მზად უნდა იყოს სიკეთე განაგადაგიხადოს უბრალოდ უმადური არ უნდა იყოს დრო ზოგისთვის ამოსუნთქვა და ჩასუნთქვამდე ზოგისთვის ხანგრძლივია ვისაც წინ რომ მიდის როცა ამ წუთის საფულიდან გადის უკან თავის გაკეთებული საქმე მისდევს ის არის იმისი დრო და გააცინე სადამდე შეყვება შეიძლება საფლავის კარამდე იყოს აი თუ საფლავის იქით გაახვა მაშინ დრო ცოტა ხანძლებად გაიზარდა მაგრამ დიდი ხანი უცხოვრია საკუთარი თავი რო ხანდახან წაგძლევს სურვილი რომ აი დღეს რაღაცას ტრიბილექს გაიაბოდო არა დრო როცა მე კალამს გაუჯევოდე მეშინია მერთხელ გავუკვირდა სიყვარულის მეშინია ეცი რატომ მეშინია შენ რაღაცა შეგეშალოს ერთი დღე მაინც იცხოვრო ისე თუნდაც ერთი წუთია და ორი წუთი რომ ეს შენი გავლილი გზა იყოს ყალბი და რასაც შენ სიყვარულს ღებულობ ის შენ სასარგებლოდ გამოიყენე გაზარცე საზოგადოება შენ მკითხველს მოატყვე მკითხელი გაზარცე და არა ხარ ისაც მკითხველი ალოდა აი ამისაც თუ მკითხველს გაუჩნდა მის მეშინი ერთი ვის მახსოვს რომ პაპა ჩემისაგან რომ შენს მეზობელზე მეზობელს არაფერი არ უნდა გშურდეს იმას რო აქ შენი ქონაცა ეს მახსოვს მომივიდა